თაწმინდის რაიონის გამგებელი დღეს გრიბოედოვის 14 ნომერში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა ადგილობრივები საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განლაგებული კაფე-ბარის მუშაობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით ღამის საათებში ბარიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმის გამგებელი გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდა. მოსახლეობის ბრალდებებს უპასუხა თავად ბარის მეპატრონემაც. ამ ქუჩის მაცხოვრებელმა მოგვარდეს მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში, 2 კვირის წინ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ჩვენ ვისწრებთ ჩვენ ადგილზე გავზომეთ ხმაურის დონე, რომელიც მართლაც აღემატება დასაშვებ ნორმას და შედეგად იწვევს მოსახლეობის მნიშვნელოვან შეწუხებას. მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტას, ეს საკითხი უნდა გადაწყვეტს სასამართლოს გზით. ძალიან წუხდები, მთელი ღამე არის ღრიანცელი, თვალების ჩხუბები, ხმაური, მუსიკა, ბავშვებს ვერ ვაძინებ, ჩვენ ვერ ვიძინებთ. პლუს ეს შენობა არის ძალიან ავარიული და ეს ყველაფერი ამაზეც მოქმედებს. 12-15 აკრია, 12-10 აკრია, აბსოლუტურად ყველა შეუძლია მოვიდეს და შეამოწმოს, რომ ყველანაირი ცოცხალი მუსიკა მთავრდება და მხოლოდ ტელევიზორი მაქვს ჩართული. ჩვენი სლოგანი რაც არის ის, რომ წყნარი ხარისხიანი მუსიკა და მყუდრო აურა.